ტაბულას ერთ-ერთმა მფლობელმა სამოქალაქო განათლების ფონდმა თელავში სტალინის ძეგლი მოხსნა. დემონტაჟმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ძეგლი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ აიღეს. ადგილობრივი მოსახლეობიდან ძეგლის მოხსნის პროცესს მხოლოდ სტალინელის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა. სტალინის ძეგლი გმირების მემორიალთან სწორედ შოთა ლაზარიშვილის ინიციატივით 1 სექტემბერს დაამონტაჟეს. მისი განცხადებით ძეგლის აღმართვის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს, ხოლო ნებართვა საკრებულომ გასცა. სტალინის ძეგლი თელავში კი არა, უნდა მთელ მსოფლიოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და დიდ სკვერებში უნდა იყოს. იმიტომ რომ ეხლა ფარისევლური არის თუ კაცურია თუ ადამიანური არის, მთელ მსოფლიოში ითვლება რომ ამერიკა არის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა. მაგრამ ყველაზე დემოკრატიული საბჭოთა კავშირი იყო. იქ სადაც მილიონერობა არსებობს, არ იქნება ყველას უფლება დაცული. აი საბჭოთა კავშირში იყო დაცული და ამისი არქიტექტორი და ფუძემდებელი და ყველაფერი იყო დიდი ბელადი სტალინი. ამიტომ სტალინი უნდა ყველგან იყოს, რომ ახალგაზრდა თაობას ტვინი არ მოუწამლონ. თელავში სტალინის ძეგლის დემონტაჟს თეოლოგიის დოქტორი მალხაზ სონღულაშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით მსგავსი სიმბოლური აქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ტოტალიტარიზმის აღმოფხვრა რთული პროცესია. Რო შეიძლებოდეს მე არ გამოვტოვებ არც ერთ ადგილს, რომელიც დაკავშირებული იქნება ტოტალიტარიზმის ამოძირკვასთან საქართველოში. Რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ეს არის სიმბოლური ქმედება, ეს ძეგლი არ არის მარტო ტოტალიტარიზმის გამოხატულება, ტოტალიტარიზმი არის ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს ფიქრში, ჩვენს გადაწყვეტილებაში, ჩვენს გულებში. Რა თქმა უნდა, ეს უფრო გაცილებით ძნელი პროცესი არის. ამას სჭირდება მეტი განათლება, მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა. ხვალ ახალი წელია და ამ ახალი წლის წინ იმისი რომ მომავალი იყოს უფრო ნათელი. ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ამან მომიყვანა ამ სიმზამთარში ამ ადგილას. სამოქალაქო განათლების ფონდმა სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 25 დეკემბერს გაიმარჯვა. სამოქალაქო განათლების ფონდმა რამდენიმე თვის წინ უკანონოდ აღმართული სტალინის ძეგლი 634 ლარად მოხსნა და ტერიტორია მოასუფთავა. სამოქალაქო განათლების ფონდმა მიიღო მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა სტალინის ძეგლის დემონტაჟს. ჩვენ ვიყავით ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი მონაწილე, შესაბამისად გავიმარჯვეთ და ხელშეკრულების მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოვახდინეთ ძეგლის დემონტაჟი. ასევე გვევალება ამ მოხსნილი ძეგლის ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის დაცულ საცავში. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა ტენდერი სტალინის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით, სადაც გამოვლინდა შესაბამისი კომპანია, დღევანდელ დღეს გაფორმდა მასთან ხელშეკრულება და ხორციელდება დღეს მისი დემონტაჟი. მემორიალი განთავსდება შესაბამის ადგილზე, რომელიც სპეციალურად არის გამოყოფილი, რადგან მოხდება მისი დაცვა, რომ იქ არ მოხდეს რაღაც მექანიკურად დაზიანება და შენახვა მოხდება მისი. ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სტალინის ძეგლების აღმართვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეხმაურებოდა. ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბერს პრესკონფერენციაზე ტაბულა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ თელავში აღმართული ძეგლით დაინტერესდებოდა. ახსენეს სტალინის ძეგლები, რომელთა ყოფნაც თავის ადგილებზე უკანონოა, ასევე ახსენეს ეკლესია 4-5 ადგილას აღადგინეს არჩევნების შემდეგ უკანასკნელი იყო. არის მარტო კიდე 5-ია. დარჩენილი არის დიახ ბატონო, რომელიც აღადგინეს არჩევნების შემდეგ. კახეთში არის ძირითადად, რაც უკანონოა ეწინააღმდეგება საქართველოს თავისუფლების ქარტიას. სწორედ ამიტომ საუბრობენ შერჩევით სამართლიანობაზე, როდესაც მუსლიმებთან დაკავშირებით ასეთი რეაგირება მოხდა, თუმცა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით არ ხდება. ასევე ახსენებენ ეკლესიებთან დაკავშირებით ერთ-ერთი სხალთის ეკლესიაც მოიყვანეს მაგალითად, სადაც ასევე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული. თქვენი აზრით უნდა მოხდეს თუ არა იგივე ტიპის რეაგირება? რა თქმა უნდა მოხდეს და სხვა აზრი არ არსებობს და ყველაფერი უნდა კანონისთან შესატყვისობაში მოვიდეს. ანუ თქვენ პირდებით რომ რეაგირება იქნება? აბსოლუტურად ესე იქნება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი 18 სექტემბერს ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებდა, რომ ძეგლები ისტორიის ნაწილია და მათი დანგრევის მომხრე არ იყო. იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც თელავში 1 სექტემბერს გაიხსნა, იმავე ღამეს ფერადის აღებავით გადაღებეს და კედლებზე დაწერეს: ძირ სტალინიზმი, სტალინი მკვლელია, კაცი ჭამია.
5 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გასცა. ძეგლი 5 დღის ვადაში საზოგადოება სტალინელს უნდა აეღო. ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტმა დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. სტალინის ძეგლები კახეთის რამდენიმე სოფელში დგას. მათ შორისაა წინანდალი, ზემო ალბანი, ვანთა და აკურა. ძეგლის დადგმა გორის ცენტრში სიგეგმება.